გამარჯობათ. რა შეასაქმე დათა? დაგვირეკა სალარო გატახეს. მინდა გირეკათ? მოლარე. უბრალოდ თქვა მოლარე ვარო. მერე არაფერი, როგორც ხედავთ, სალარო დალოკულია, კარი დაკეტილი. მეზობელი ოთახებით შევამოწმეთ, სარდაფიც ვნახეთ, ზემოთაც ვიყავით, არავითარი ნიშანი. აგერ დარაჯის ამბოს კურდობა არ მომختاراო. გამარჯობათ. გაგიმარჯოს. თქვენი სახელი? ის ჩემი. დიახ. კოლიან ქვია. შემასალა. რა ხრის ბრძანდებით? მე 5 წლის წინათ 60 წელი შემისრულდა. ესე იგი 65-ის. სწორედ ასეა. დიდი ხანია დარაჯად მუშაობთ? 2 წლის წინათ 10 წელი შემისრულდა. 12 წელიწადი. ანგარიშით ასე იქნება. ძაღლი გაიყვანეთ. აგაში აღმერთმა. ახლა ეს მითხარით ზიაგოლა. როდის წავიდა მოლარე? 5 საათზე წასულა. დღეს კრება იყო. რაჟდენა მოლარე ადრე წავიდა. ეთყობოდა ცუდად იყო. რაზე ეთყობოდა? მე რომ მოვიდიოდი ის მიდიოდა. კარებში შეხვდა. სიარულზე ეთყობოდა ვერ იყო კარგად. მერე წავიდა და სხვები როდის წავიდნენ? კრება გასავდა ნახეს მოლარი არ იყო და ისინი წავიდნენ. თუ იცით საცხოვროს მოლარე? როგორ არა უფროს. მოგზანდით? ჩემს სიაში ყველაფერი წერია. მოგზანდით? რაჟდენ კასაძე 95 25 55. აბა გაიხსენეთ, ხომ არ მოგესმათ რაიმე ხმაური? არაფერი. ნახევარი საათის წინ არის მკვდარი. თვითმკვლელობას გავს. გვამის შეგიძლიათ წაიღოთ. ორნი წეოდნენ? როგორ შავს? ატონო გიორგი. ხულია გარადაში. სამიათასი მანეთია. 300 ცალი 10 მანეთიანი.
მოგბრძანდით? ვისია ეს ოთახი? ლუკასი. რაჟდენის ბიჭის. რა ხნისაა? ასაკი. კრიმინალური. არ მესმის? დაბრძანდით და მოგეტევით რაც იცით. თქვენ მეორე ოთახში გაბრძანდით და იქ დაგველოდეთ. გისმენთ? ერთხელ შინ გვალბრუნდებოდი. წყნარი საღამო იყო. პირველად, რა თქმა უნდა, სასწრაფო დახმარებას გამოუძახე. შემდეგ მილიციას. დაძვილებით ვამბე ყველაფერი. ლუკას მისამართის მივეცი. ოღონდ გთხოვთ, ნუ გამთქვამთ. დამშვიდებული ბრძანდებოდეთ. მერე? მერე ლუკა დააპატიმრეს. რა მიუხსაჯეს? თქვენ წარმოიდგინეთ არაფერი. 2 კვირა ჰყავდათ და შემდეგ გამოუშვეს. ხელფასს ყოველთვის ერთსა და იმავე დღეს არიგებთ ხოლმე? კი, როგორც ეს, 3 და 18 რიცხვებში. დღეს დიდი რიგი იყო ბანკში. 3 საათისათვის მივიღეთ ფული. რა თანხა მიიღეთ? 900 მანეთი და 25 კაპიკი. ორნი იყავით თუ კიდევ გახსათ ვინმე? მარტო ჩვენ ვიყავით. უბედურმა თავისი ხელით თერი ფული ამ დასაწყისში ჩაკეტა. კრება ჰქონდა დღეს. როდის დაიწყო კრება? მაშინ, როგორც კი დავბრუნდით ბანკიდან, მე ვიყავი თავმჯდომარე. რამდენი კაცი ესწრებოდა კრებას? ყველა, ცხოიძისა და ხამაშოვიძის კარტა. რატომ? ცხოიძე მიდინებაშია, ხამაშოვიძე სამავთობაში. საერთოდ კრებებს ჩვენ ხელფასის დღეს ვიშნავთ. დასწრება 100%-იანია. სხვა დროს კი ჩვენი ხალხი გაბანდულია. ზოგი ერთ ობიექტია, ზოგი კიდევ მეორეს. ადრე ხომ არ მიწასულა? არა, დღეს ადგილკომის არჩევნები ჰქონდა. ყველა ბოლომდე დარჩა. რაჟდენის გარდა რაჟდენი ცუდად შეიქრა და წავიდა. თქვენ კარგად იცნობთ მოლარეს? კი, როგორა, კარგი კაცი იყო. წყნარი. პატიოსანი. შვილს თუ იცნობთ? არა, არ ვიცნობ. ლუკა. ვარი? კაცროც. სახელი. ლუკა. მამის სახელი. რაჟდენის. დაბადების წელი. 1946. გაფრთხილებთ, დანაშაულის გულწრფელი აღიარება შეგიმსუბუქებთ სასჯელს. ალბათ იცით, რატომ ხართ აქ? იცი. ძალიან კარგი. მიპასუხეთ, საიდან გაჩნდა ეს ფული თქვენს გარადაში? არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს. მაშინ თქვით, სად იყავით გუშინ? დღის 3 საათიდან დაგაებამდე. არსა, ქუჩაში დავდივები. ვინ ყავთ მოწმე? რის მოწმე? აი ქუჩაში რომ დადიოდით, იქნებ შეგხვდათ ვინმე, ნაცნობი ან ამხანაგი. არავინ არ შემხვედრია. მოქალაქე კასრაძე, თქვენ ბრალად გედებათ საპროექტო ინსტიტუტის სალაროდან შრომერთა ხელფასის გადაცემა. თვლით თუ არა თავს დამნაშავედ? რა შემიძლია გითხრათ? როგორც სტუდენტს თითქოს არ აუშავს რა. აკადემიური ჩამორჩენა არ აქვს. ისე გამიჭირდება რაიმეს თქმა. ოდნავ გულჩათხრობილად მეჩვენება.
თანაც თავმოყარე უნდა იყოს. იმ შემთხვევის მერე ცოტა შემოსწრა თავის თანაკურსელებს. რომელი შემთხვევის მერე? იჩხუბა ერთხელ და გაასამართლეს. თქვენ დაესწარით სასამართლოს? დიახ, დაესწარი. ამ ხანაკი გაულახავს. სასამართლოს უთხრა, არ ვიცი რატომ ცემენ. რა არის ახალი? გამოკვლევის შედეგად ადასტურდა, რომ სიგარეტს ორი სხვადასხვა ადამიანი ეწევოდა. აქედან 5 ნამწვავის პატრონს აქვს მესამე ჯგუფის სისხლი, იგივე რაც მიცვალებულს, ხოლო 2 ნამწვავის პატრონს აქვს მეორე ჯგუფის სისხლი. იარაღზე და სხვა ნივთებზე მხოლოდ მიცვალებულის სითების ანაბეჭდია. კიბიური თვითმკვლელობა ტყვია გულში აქვს მოხვედრილი. ტყვის მიერ გაჭრილი არხი ილიბია და მარცხენა ხელისკენა ოდნავ გადახრილი. ასე 10-20 გრადუსით. კასრაძის საქმე მოვიტანე, ტიპიური ხულიგნობა. დაიგი. დაზარალებული ვინმე ხელაძე სამსონ მიხეილიძე აღმოჩნდა. მინდოდა დამეკითხა, მაგრამ გაგრაშია წასული 1 კვირა. ფული? საქმეში არავითარი ფული არ არის. მაშინ მეზობელმა შეთხზა ყველაფერი? არ ვიცი, არც დაზარალებული და არც ბრალდებული არავითარ ფულს არ იხსენიებენ. მე მგონი ფულის ამბავი მიფუჩეჩებულია. სასამართლო ბრაო? 6 თვის პატიმრობა მიუსაჯა ისიც პირობით. ე? ინსტიტუტის თანამშრომლების შევისწავლა. ცხოიძე მართლა ხაბაროვსკი აღმოჩნდა. ხომაშურიძეს ხუთშაბათს გაუკეთეს ოპერაცია. დაადგინების თქმა მეგობრებდა მალარა. არავისთან. არ ყოფილა სტუმართ მოყარე კაცი. არც არავისთან დადიოდა. ინსტიტუტში შვილის ამხანაგებს არ იცნობენ. გამარჯობათ. რა შეესახმე? მითხარით, როდის შეხვდით უკანასკნელად კასრაძეს? ლუკას გონი პარასკევს. დიახ, პარასკევს დილით. მოვიდა ჩემთან და მანქანა მთხოვა. სად მოვიდა? აქ ტრეკზე. რა თქვენ ათხოვეთ მანქანა? დიახ, ვათხოვე. მე ყოველთვის ვაძლევ მანქანას. თუ გიმთხოვს. რა შეესახმე? სად არის ახლა თქვენი მანქანა? მაგერ დგას. როდის დააბრუნა? იმავე დღეს საღამოს ასე 8 საათი იქნებოდა. ესე იგი თქვენ საღამოთიც ნახეთ ლუკა? არა, არ მინახავს. მწვრთნელი ხელით გადმომცა გასაღები. ხომ არ იცით რა უნდა და მანქანა? არ ვიცი, არ მიგითხრავს. თან აგაქვთ მანქანის გასაღები? კი. მომიცით თუ შეიძლება. ინებეთ. მითხარით რა მოხდა? თქვენს გარდა კიდევ ვისთან მეგობრობდა ლუკა? არავისთან, ამ ბოლო დროს არავისთან. მანამდე? მანამდე სამსონ ხელაძესთან ერთად სწავლობდით სკოლაში. ისი სამსონია ლუკამ რომ გალახა? დიახ, მაგრამ ლუკა მართალი იყო. ყველად გაასამართლეს. მაშ რა იყო ჩხუბის ნამდვილი მიზეზი? როგორ გითხრათ? ლუკას მამას სამსონმა მარკები მოპარა. მარკები? აბა ერთი დალაგებით მომიყევით ყველაფერი. სადიშოვე ეს წელში გამოყვანილი ჭიქები. მამა ჩემს გამოუგზავნეს ქუთაისიდან. ნახეს რა მსმელი. აი ხსენებაზე მოვიდა კიდეც. ეწავა. მოიცა. რა მოხდა მამა? იგები. მე გავხურდო შენად მაგაცება და შენ ურტყი ციხები. რაშია საქმე? როგორ თუ გაქურდა? ჩარბობ ციხეში შენ სამსონს და ნახოს მე. კიდევ კარგი ჩემი ახლობელი აღმოჩნდა და ლოცვით სხვისის მიესა რა უნდა მეხნა მე.
ამსთანა ალბომი ასმალთად გაკიდა. წვიდა შეშლება გაქვს. აქ ისეთი მარკებია ფასვერა დაადებს კაცს. ვინ მომიწია აქ სამსონი? ვინ და ჩემმა შვილმა. კიდევ კარგი დაშედიერთო ეს სომას. რა გაყვირებს კაცო? რას ერთი ჩამოხანაგებს? მე წარადი ლუკა. ნახავს რა შემიძლია. დად შესაძ. შედაგარა ფერ გესაკვირ. მოიცა ლაშა. მამა. და მამა. ეს მოათერსახში ხვალ მეორეს. ჯერ მარკები მომბარეს. მე თანას გამიკვია მწეს. შეეშვი ჩემ ამხანაგებს. მე მივეცი სამსონს ეგ მარკები. მე უთხარი რომ გაეყიდა. მე ფული მჭირდება. არაკი. ბიჭი არ ვიყო თუ არ გაგიყიდო ეგ მარკები. გასულენო. წამოდი ლაშა. მაგას მარკების მეტი არაფერი არ აქვს. მერე ლუკამ ფული წაართვა სამსონს. ალბათ მარკებში აღებული. პირველი მატარებელი განგრეს მიმართულებით მოსკოვისაა. გადის 19 საათზე და 15 წუთს. ბრიგადა, რომელიც ინსტიტუტის გაძარცვის დღეს ემსახურებოდა, მატარებელს 9 საათში შეიკრიბება. ამხანაგებო გთხოვთ, კარგად დააგვირდეთ ამ ფოტოსურათებს. ხომ არავის შეგვედრიათ ასეთი მგზავრი გასულ პარასკევს. კი, გონი გავს. ალბათ ისა. უბარგო იყო, გორში ამოვიდა. მაგრამ ბილეთი თბილისიდან მქონდა. ამიტომ დამამახსოვრდა. ვიფიქრე ალბათ მანქანით დაგვეწია მეთქი. ხომ არ გახსოვთ სადამდე ქონა ბილეთი? ანუ რომელ სადგურზე ჩამოვიდა? არ მახსოვს. გამოდის გორამდე ელექტრომატარებელი თვლია. საინტერესოა, რა შესჭირდება ამ ხელა თმა. ეთყობა 2 საათს თბილისში ყოფნა, სკორში ყოფნა არჩია. როდის გამოასრო ბილეთის აღება? ალბათ წინასწარ იყო. ეხლა როგორ მოიცეთ, დაუპატიმრო თუ უცადოთ, როდის გამოამჟღავნებს თავს? რის საფუძველზე აბადემრებ? იქნებ შეეშალა გამცილებელ ქალს. არ მგონია. სადიყავი რომ არჩა? აგრაში ვიყავი სანამ. ოჩა რა. და მჭირდება აბგელოდები. გამოჩეს. მოიგეთ ვადანოთ. სადა ხარ აქამდე რომ არ ჩანდი? აგრაში ვიყავი. ეთყობა დაგისვენია გაშევებულ ხარ. ლუკას ამბავს გაიგებდი ალბათ. რა? მამამისი გაუფურდავს. მთელი ინსტიტუტის ხელფასი წაუღლი. ფულის ნაწილი შენ უპოვეს, კარაჯაში ქონია დამაღლული. აბა, დიდი ამბავია. მამამისმა თავი მოიგო. რას წარმოიდგენდი რომ ლუკა ამას შეი?
გამარჯობათ. გაიოზი, სახშია ქალბატონო? გაიოზი, სახშია ქალბატონო? არ არის, დილით წავიდა სადღაც. საწავიდა ხო არ მეტყვით? საწავიდა ხო არ მეტყვით ქალბატონო? არ ვიცი. მოდით ვიჭებო ამჭიქით, ჩვენს მაგაცებს გავუმორჩოს. ვისაც ეხლა არა, ჩვენთან ერთად ყოფნა. გულით ენატყება. კაი ხალხს გავუმორჩოს. ნახე, ხიპი მოვიდა. შეიძლება. სეიფის გასაღები. ლუკა გასცადა. როდის? ორი კვირით. უფრო ზუსტად სად და როგორ გადმოგცეთ? წერილით. როგორ წერილით? უბრალოდ წერილი მომწერა. მე ჩემსავით მჭირდება ფულიო. საქმე შემომთავაზა. მე მართლაც ძალიან მჭირდებოდა ფული, საგებული ვიყავი. მომწერა ხუთშაბათამდე ალიბისათვის გაგრაში უნდა ყოფილიყავი. პარასკევს დილით შემნახული ჯიხურის 21 ბოქში სეიფის გასაღები და ინსტიტუტის გეგმა უნდა დამხვედროდა. დამხვდა კიდეც. შიფრი? 19. რა თანხა უდილადეთ ლუკას? 3000. როგორ გადაეცით? არ გადამიცია. იმავე ბოქში დაუდოვე და იქვე დამხვდა მატარებლის ბილეთიც. რა ბილეთი? ლუკამ წინას არ ამიხო. გაგრაში დასაბრუნებელი ბილეთი და იმავე ბოქში დამიტოვა. შიფრი? იგივე. გამოდის რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ლუკა თვალიც არ გინახავთ, ხო? არ მინახავს. სად არის წერილი? ოვსპე. ხელით იყო ნაწერი? არა. გაზეთებიდან ამოჭრილი მსხვილი ასოებით იყო შედგენილი. და რა თქმა უნდა ხელმოუწერელი იყო, არა? დიახ. რატომ გონიათ რომ ლუკა იყო ამ წერილის ავტორი? როგორ რატომ? აგი ლუკას არ მოაშთა ის ფული, რომელიც მე შენახავ ბოქში დაუდოვე. რა უკავით დანარჩენი ფული? სხვა ბოქში შევინახე. აქ მარტო 2700-ია, სად არის დანარჩენი 3300? მალე გავისტუმრე. როდის? დღეს დილით. სრობ, დღეს არავისთვის არ მიგიცია ფული. რა კავშირი გაქვს ყორანასთან? ვინ ყორანასთან? აი, ამასთან.
ჩხუბი, დანები, ხულიგანობა. ახლა ქურდობას დაიწყე. ისეთი სუფთა საქმე იყო. არც თქვენი ტყოდი თუ არ სუფროს. მიდი. აიღე და წადი. მაგრამ ძველი კანონია. ალიფთან საქმე არ უნდა დაიჭირო. ნუ ლაღბობ. საიდან ისნებ სამსონს? საბილიარდოში ვხვდებოდით ხანდახან. იქ მოილაპარაკეთ. არა. ამ საქმეზე თვითონ მოვიდა ჩემთან. სამსაათზე კრება იწყება. ბუღალტერიაში კაცშვილი არ იქნება. მოკლედ, ნაღდი საქმეა. ნაღდი საქმეა. გასაღებს კაცი გვაძლევს. ხმამაღლას მოხოვით ფაზერად შემოყვა არაფერი არ ისმის. გასაღებს კაცი გვაძლევს. ვინ კაცი? არ იცნობ. სანდოინი. მომიცნობს? არა, არ შენ გიცნობს. მოკლედ, როგორც გინდა, მე დღეს გაგრაში მივდივარ. არასკერს ჩამოვა. თუ გინდა, სადგურში დავხვდე. კარგად ზანდებოდეთ, ქალბატონო. ეს ინსტიტუტის გეგმა. ეს სალაროსა და სეიფის გასაღებებია. სალარო პირველ სართულზეა. კრება კი მეორე სართულზე იქნება. 3 საათისათვის ადგილზე უნდა ვიყოს. რამდენი გერგო? 3000 მერგებოდა და მე ვიღე კიდევაც. რადგან არ მოგცეს? რას მერგებოდა ის მომცეს? 1/13. რა იცი რომ 3000 1/13. სამსონმა მითხრა. 9000 იქნებაო. ვინ იყო მესამე? მე რა ვიცი. თვალითაც არ მინახავს. როგორ თანამონაწილეს არ იცნობ? რაში მჭირდებოდა? მე სამსონთან მქონდა საქმე. უბრალოდ ეგდან არ დამიკარგოთ. გაგილესავთ და ისე მოგართმევთ. რაო?
მიზეზზე უარს ამბობს. შენ რა სიტყვი, გიორგი? იქნებ მართლაც არ იცის არაფერი. მაშინ შენ მითხარი, საიდან გაჩნდა ფული მის გარადაში? საინტერესოა, ვინ იყო ის მეორე? მეორე? ხო, მეორე. სიკვდილის ხომ იყო ვიღაც მონარესთან. ვიღაცამ ხომ მოსწია სიგარეტი. დაუშვაც მერე ორი დამიგდე, გიორგი. როგორც კი მიხვდა მოლარე, რომ სალარო გასაღებითაა გაღებული, იმ წუთას შვილზე მიიტანა ეჭვი. ბუნებრივია შინ გაიქცა. ამ დროს ვიღაცა ესტუმრა. ნახა, რომ მასმინძელი ვერ არის ხასიათზე და წავიდა. ამის მერე მოლარემ გაჩრიკა შვილის კარადა, ნახა ფული და დაგვირეკა. არ მესმის, რაში გეპარება ეჭვი. თქვენ ახართ ხომ? დიახ. ვინ გადაგიღოთ? არ ვიცი. ეს სურათები კასრაძის ბინაში ვნახეთ. ლუკას ბინაში? დიახ, ლუკას ბინაში. ესე იგი თქვენ იცნობთ მას. რაშია საქმე? საინტერესოა, საიდან გაჩნდა თქვენი სურათები ლუკას ბინაში? არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს. მომიყევით, რა იცით მის შესახებ? მე არ ვიცი, თქვენ რა გაინტერესებთ. ყველაფერი, რაც კი მას შეეხება. დიდი ხანია იცნობთ? როგორ გითხრათ?
უკანასკნელად როდი შევხვდით ლუკას? დიდი ხანია აღარ მინახავს. თუ რამეს გაიხსენებთ ანნა, გთხოვთ დამირეკოთ. თუ სამსონს დაუჯერებთ, ანონიმური წერილით ავუღიათ საქმე. წერილის დამწერი როგორც ჩანს საკმაოდ კარგად იცნობდა სიტუაციას. ასეთი სწორედ ლუკა. არ გედაები, მაგრამ როგორ შეეძლო კაცს, რომელმაც ასეთი მყარი ალიbi შეუქმნა სამსონს, თავისთავი უვალებოდ დაედოებინა. მით უმეტეს ნაქურდალი ფული შინ მიეტანა. დაუშვათ ლუკა არაა დამნაშავე. მას ვიღა ამ საქმის მოთავე. შეიძლება ის მეორე. ვინ მეორე? ის მეორე, რომელიც სიკვდილის წინ იყო მოლარესთან. მაგრამ ვინაა ეს მისტიური მეორე? ჩვენ გვითხრეს რომ თქვენ ბრძანდებით ყველაზე კომპეტენტური ფილადელისტი. მართალი ხართ. მე მგონი არ არსებობს მარკა მსოფლიოში, რომელიც მე არ ვიცოდი. მითხარით. თქვენ იცნობთ ამ კოლექციას. რასაკვირველია. ეს ხომ საწუდავი რაიდენის მარკებია. აი, ვინ იყო ნამდვილი კოლექციონერი? მაინც თქვენ რამ დაგაინტერესათ? მე მინდა დაკვირვებით დაათვალიეროთ და მითხრათ. ხომ არ აკლია კოლექციას რომელიმე მარკა და თუ აკლია რომელი? სიამოვნებით. მაგრამ ეგ საქმე ძალიან დიდ დროს მოითხოვს. არაფერია. მე არ მეჩქარება. გასაგებია. დავიწყოთ თავიდან. საფრანგეთის რევოლუციის პირველი მარკების სერია უნდა იყოს. რაიდენის სიამაყე. მაგრამ არ არის. ხომ არ შეეძლო კაცრადეს გაენათხოვები ან გაეცვალა ეს მარკები სხვა მარკებზე? ყოველად შეუძლებელია. იქნებ გაყიდა. არავითარ შემთხვევაში. ის მარკები პაპამისმა უანდერძა. ესეც რომ არ იყოს, ვის შეუძლია ჩვენში იყიდოს მარკები, რომელიც საერთო ჯამში 250,000 ფრანკი, ანუ 50,000 მანეტილებს. ვის შეუძლია? რაც თქვენ გაინტერესებთ, მე არა მაქვს, მაგრამ შემიძლია გაჩვენოთ შავი პენი. ეს არის მსოფლიოში პირველი მარკა, დაბადებული 1840 წელს ინგლისში. მარკაზე გამოსახულია მისი უდიდებულესობა დედოფალი ვიქტორია. სხვათა შორის საყურადღებო არის, რომ მარკაზე ინგლისელები თავისი ქვეყნის სახელს არასოდეს არ აწერენ. ისინი ფიქრობენ, რომ მთელი მსოფლიო ვალდებულია იცნობდეს მათ მეფეს და დედოფალს. მეფეთა სურათების მარკაზე გამოსახვის ტრადიცია მხოლოდ ერთხელ დაირღვა. ეს იყო შექსპირის იუბილესთან დაკავშირებით, როდესაც ელისაბედ დედოფლის გარდა მარკაზე გამოსახეს შექსპირი და მისი პიესების გმირები. შავი პენი დღეს ძალზე იშვიათია და ძალიან ძვირი ძღირს, მაგრამ თუ თქვენ დღეს ამ მარკას კონვერტზე დააკრავთ, მოგიხდებათ 6 პენსის დამატება. წარმოიდგინეთ მარკა, რომელიც რამოდენიმე 1000 გირვანკა სტერლინგი ღირს, 6 საწყალი პენსის დამატებას ითხოვს. პარადოქსია, მაგრამ პრასიზამთ. ფოსტის ჩინოვნიკი ფილატელისტი არ არის.
მარკების თაობაზე გაწუხებთ. განეცრამე. არა, ჩვენ ფილატელიაზე კინოსურათის გადაღება გვინდა და გვირჩიეს თქვენთვის მოგვემართ. მარკებს არავითარი კინო არ სჭირდებათ, გასაგებია. ხუნდაძის მანქანა. ის სასეირნოდ. სასეირნოდ? რატომ არაფერი გითხარით ამის შესახებ? რა საჭირო იყო? იმასაც დაიჭერდით. უმიზეზო ჩვენ არავის არ ვიჭერთ. იჭერთ. დაუშვათ თქვენ არ ახარ დავნაშავე. მაგრამ ვიღაცამ ხომ დაწერა წერილი. გარდა ამისა, ფული თქვენს კარადაში აღმოაჩინეს. ნუ თუ არავის შეერგებარებათ ეჭვი. არ ვიცი. მე არავინ არ მეეჭვება. ვინ დადიოდა თქვენთან ლაშას გარდა? არავინ. რატომ დაუმალეთ სასამართლოს სამსონთან ჩხუბის ნამდვილი მიზეზი? შემეცოდა. მერე ოთარფერაძემ გვირჩია საქმე არ გაგვერთულებინა. ოთარფერაძე? ვინ არის ფერაძე? დირექტორის მოადგილეა, მამა ჩემთან მუშაობდა. რა კავშირი ქონდა ამ საქმესთან? არაფერი. საქმის ჩაფარცხოში გვეხმარებოდა. ყოფილი ვეკილი. ხშირად დადიოდა თქვენთან? არც ის. ყველაფერი არ მithქვას თქვენთვის. გისმენთ ანა. თუკ არ არის დამნაშავე. საიდან იცით? აი სწორედ იმ დღეს პარასკევს ინსტიტუტთან დამხვდა. ამხანაგის მანქანით იყო. მომიყევით ანა. ნუ გერიდებათ. ვერ მერიდება. ძალით ჩამაჯინა მანქანაში და ქალაქგარეთ წამიყვანა.
მე არ მინდოდა მას გავყოლოდი. სამსონა ჩხუბისათვის დაპატიმრების შემდეგ ლუკაზე ცუდი ხმები დადიოდა. ალბათ ეს ისულელია. მაგრამ მეც ხმებს ავყივე და როდესაც ციხიდან გამოუშვეს, თავი ავარიდე მასთან შეხვედრას. რად მომიყვანე აქ? რა გინდა? მითხარი, რა გინდა ჩემგან? ესე იგი, ყველაფერი დაგავიწყდა. რა უნდა მახსოვდეს? რომელ საათზე დაშორდით ერთმანეთს? ზუსტად არ მახსოვს. დაახლოებით 4 საათისთვის უკვე სახლში ვიყავი. გმადლობთ ანა. დავზენით, სადაც გნებავთ იქ მიგეყვანთ. სამწუხაროდ ლუკასთვის ეს ალიbi არ არის. გაგიმარჯოს. აგრეს აკეთებთ. ვინ მე? დიახ. ვერ მიცანით? როგორ ვერ გიცე? ხომ ხედავ ახლა გაზეთებს ვიქ. რატო? მოხსნეს. ყველაფერი მე დამაბრალეს. ვინ დაგაბრალეთ? ფერაძე. ფერაძე? ხო. თურმე უცი ადვოკატი ყოფილა. ახლა ინსტიტუტში მუშაობს. მე ვაშვა. ჩემი სამუშაო 6 საათზე იწყებოდა. ფული უჩემო წაიღეს. აბა ერთხელ კიდე მომიყევით როგორ იყო? ხო, ასე იყო. მე რომ მოვდიოდი, ის საფხარი მიდიოდა. მარტო მიდიოდა? ხო, არა. ფერაძე მოყვაკარებამდე. გამარჯობათ. გამარჯობათ. მოგძანდით. მე ოთარ ფერაძე მინდოდა. ოთარი არ გახლავთ. ხომ არ იცით როდის მოვა? არ ვიცი. მგონი ქალაქში არ უნდა იყოს. დებეშა მიიღო და თქვა სასწრაფოდ ბათუმში ვარ დასასვლელიო. როდის მიიღო დებეშა? 4-5 დღის წინ. თვითონ სამსახურში იყო. დებეშა მე დავიტოვე. ხომ ვერ მეტყვით? ვისგან იყო დებეშა? არ ვიცი. მე მეზობლის დებეშებს არ ვკითხულობ. ბოდიშვეხტი, ნახვამდის მანდ. ბათუმში რა გინდათ, ბატონო გიორგი? დავადგინე რომ დებეშას ვინმე შტოგი აწერს ხელს. შეხვედრა 12-ში საღამოს 8 საათზე აქვს დანიშნული ოდესის მთავარ პოსტაში. როგორც ჩანს, გემით აპირებს დასვლას. რა სიძავდათ? ჩვენც იქ უნდა ვიყოთ იმ დროს. ხალვა გაფრინდი ოდესაში და დაადგინე რას წარმოადგენს ეს შტოგი. შტოგი გერმანულად ჯოხია. გერმანული იცი? თუ რამე შეიცვალოს შემატყობინე. სიგარეტი.
Теплоход прибывает в порт Сочи. Стоянка 2 часа. როგორც ხედავ, შეხვედრა არ შესდგება. თუ მარკები არ აღმოაჩნდა, ვეღარაფერს ვერ დავამტკიცებთ. დარწმუნებული ხართ, რომ ფერაძეს მარკები თან აქვს? რომ არ კონდეს მაშინ? მაშინ შეიძლება უდანაშაულო დაისაჯოს. თორცები თქვენ ინსტიტუტში გაქურდეს არა სალარო? დიახ, საიდან იცით? ბანკში მუშაობთ? არა. მილიციის სამმართველოში. თუ საიდუმლო არ არის, როგორაა საქმე, რა გაირკვა? ერთი მხრივ თითქმის მოვჭით ყველაფერს. გადაცებული თანხავი იპოვეთ, დამნაშავეები დავაპატიმრეთ, მაგრამ მოლარიშვილი უარყოფს ყველაფერს. როგორ თუ უარყოფს? როგორც ვიცი, ფულის ნაწილი შინ უპოვეს. უფრო მეტიც. სხვაებიც მას ადევნენ ხელს. იმიტომ რომ თანხის მესამედი მართლაც მას აღმოაჩნდა. მაგრამ თუ სამსონ ხელაძის ჩვენებას დაუჯერებთ, სხვათა შორის თქვენც უნდა იცნობდეთ მას. სამსონი? ახლა მივხვდი. რატომ დაებრა მაშინ ლუკას ამბავი რომ უთხარი? დიახ. თუ მის ჩვენებას დაუჯერებთ, მოლარის ვაჟს პირდაპირ ურთიერთობა არ ქონია ხელაძესთან. იგი მას ანონიმური წერილის საშუალებით დაუკავშირდა. ხოლო ხელაძემ წერილი მოსპო. მე რა თქვენ რას ფიქრობთ? მე მგონია მოლარიშვილი არ უნდა იყოს დამნაშავე. ფული მას მიუგდეს. მიუგდეს? როგორ თუ მიუგდეს? მე ვის დასჭირდა ეს? გულელს. არაფერი მესმის. აგი რაჟდერმა თავი მოიკლაო? საქმე იმაშია, რომ მოლარის კოლექციას აკლია მეტად ძვირფასი მარკა. მარკა? ესე იგი ფილადელისტებს დაუხორცავთ ერთმანეთი. არა. თავიდან მესასე მეგონა, მაგრამ მე დავწმუნდი, რომ ამ ბოროტმოქმედების ორგანიზატორი მეტად გამოცდილი კაცი უნდა ყოფილიყო. კარგად უნდა ცოდნოდა როგორც მოლარის, ისე ინსტიტუტის ცხოვრება. უნდა ცოდნოდა, რომ კრებები ინსტიტუტში ხელფასის დღეს ინიშნება. და კიდევ ზედმიწევნით უნდა ქონოდა შესწავლილი სამსონ ხელაძის ხასიათი. მე ვინ გეგულებათ ასეთი? თუნდაც თქვენ. დაუშვათ თქვენ ახარ დამნაშავე. როგორც მე ვიცი, თქვენ სწორედ ის კაცი ხართ, ვინც სიკვდილისი ნახა მოლარი. მაინც ვერ გამიცია. ოჩადები რაჟდენენ ხალხს ვეთქვი, რომ ხელფასი ხვალ იქნება. თუ კიდე გაგაცილებს სახლში რაჟდენ. არა. როგორც ირკვევა, თქვენ შესანიშნავად იცოდით, რაც მოხდა. მაგრამ დუმილი არჩიეთ. მე თქვენს ადგილზე დეტექტიური რომანების წერას დავიწყებ. ისე საინტერესო თქვებით, რომ ლამის დამაჯეროთ. თუ ასეა, ყველაზე საინტერესო თქვენთვის ამამის ფინალი იქნება. მეგისმენთ. იმავე ბოქსიდან თქვენ აიღეთ სამსონის მიერ დატოვებული გადაცებული თანხის მესამედი და მოლარის ბინას მიაშურეთ. მეთო შემორადაგშა ამის პასი. ლუკაშინა? არა. აიო, რადინდა ლუკა? არაფრად ისე ვიკითხე. ოთა შენ რაღაცას მიმალავ. თუ რა გითხარდი ლუკას? რას უნდა გიმალავდე? მითხარით რა ამბავია შენ თავზე? თუ ფული დროზე არ დაფარეთ, შეიძლება ყველაფერი ლუკას დაბრალდეს.
გადაფიქრდი, ლუკას გარდა სხვას ვის შეეძლო გასაღებების ანაბეჭდების აღება. მით უმეტეს, ერთხელ იჯდა კიდეც. ლუკა არის სანდამას. თანდანებეჭების. ოთა მის შედე ამეგენსა, მის შეერაიმე. მე რატილაცის მიქნან ლუკას თავდანებან. ერთხელ შესთა ბავშვი ვისამოსდია. მაგრამ ეხლა რა ქნა რა გირჩია? ერთადერთი გამოსავალი ფულის შოვნა. დილამდე ფული ადგილზე უნდა იყოს. დილამდე სადიშოი ამდენ ფულს. ვინ მომცემს 9,000 მეტრი? მილიციაში მე დამერეგა თოზე. მარკები რომ გაყიდო. მარკები? სადიშოი ახლა მე მარკების მუშტას. ან ვინ მომცემს მარკებში ამდენ ფულს? მე მყავს პიტელი. ადრეც მithქვამ შენთვის. მას ძალიან უნდა იმ მარკების შეძენა. რანგული მარკები? არაერთი შემთხვევაში. ისინი ხო უნიკალური მარკებია. ბაბაჩების ანდერზე. ეგება ისინი დოდესოთა. ანდერსეთ. მიშვალე ოთა. მიშვალე. ყველას მივყიდი. ნახევარ ფასად მისცემ. მომეხმარე ოთა. სხვა მარკები არ უნდა იმას. ნახე რა მარკებია. სუგოლას დავწმო. სუგოლას მივყიდი. მაგრამ იმ მარკებს კი ვერ მისცემ ვერას. მივცედი ოთა. კარგად დაფიქრდი რაჟდენ შეიძლება სამუდამოდ დაიღუპოს ბიჭი. ლუკა არა დაბაშავე არა დამიჯერე არა. დრო არ ითმეს რაჟდენ. მომეცი ეგ მარკები. მომეცი და მე გადაგარჩენ შენც და შენ შვილსაც. ფულს მე მოხსი. აქ ზუსტად 9,000 მანეთია, ზუსტად. შენი იყოს. ვიცი ეს ცოტაა, მაგრამ მეტი არა აქვს. ახლა შენზეა სიტყვა. თუ თავი არ გეწოდება, შვილი მაინც შეიცოდე. მომეცი ეგ მარკები. თუ არ ესი შენთვის. მე შენთვის კარგი მინდოდა. და შენსკენ, შენ კიდევ ეშმაგებისკენ. შეშედი. არ გაინდე. მივხვდი ყველაფერს. შენ გადაესწავლე. შენ მოიბარე ფული. არ გაინდე თუ გადაე. რაჟდენ. გაგიშდი რაჟდენ. არა. მე არავინ არ მჭირდება. მე თვითონ. მომეცული.
დეტალებში შევსდი, მაგრამ საერთო სურათი მე ვფიქრობ სწორად დავხატე. ყველაფერი კარგი, მაგრამ რა ჯანდაბად მინდოდა ეს მარკეტი? ჯერ ერთი მე არ მithქვას მარკები. მე ვთქვი მარკა. მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ მართალი ბრძანდებით. რა მნიშვნელობა აქვს მარკა თუ მარკები? რომელი ფილატელისტი მე ვნახეთ? საიდან იცნობ შტოკს? პირველად მესმის. მიუხედავად ამისა, თქვენ მისგან მიიღეთ დებეშა და ახლა მასთან შესახვედრად მიემგზავრებით. თქვენი მოგზაურობა სრულიად ზედმეტია. მარკებით მოაჭრე ფრანც შტოკი დაიღუპა. დამაჯერებლად თხოვთ. მაგრამ სადაა მარკები? ესე იგი თქვენ გინდა თქვათ, რომ ერთადერთი მამხილებელი საბუთი არის მარკები. რა თქმა უნდა. ჩვენ ხომ იურისტები ვართ. სადაა მარკები? თქვენ უნდა გქონდეთ. მას წავიდეთ, მოვძებნოთ. წავიდეთ. კალენდარი, კვითარი, ეს ფული, ესეც ტროლეიბუსის ბილეთი. ჩემოდანი იქ არის. ჩემოდანი არ მაინტერესებს. მაშინ ბარში დავბრუნდეთ. რათა როდის მოკლეს მონარე? 3 ოქტომბერს მოკლეს. პირველად ხედავ კაცი თავის თავს წერილს უგზავნიდეს. ოდესა მოგითხოვამდე ფერაძე ON 3 ოქტომბერი გაბედული კაცი ყოფილხართ. ამ ხელაქონება 10 მანეთად შეგიფასებიათ. სოდესამდე თუ აქ შევწყვიტოთ ჩვენი მოგზაურობა. თქვენი ნება. თქვენი იცით რომ ის არ მომიკლავს. მე თავს ვიცავდი.